მე ვარ ზურაბ ოქროპირიძე, ვარ ენათმეცნიერი, კერძოდ ფონეტიკოსი, ამჟამად ვმუშაობ ჩემს სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც ეხება ქართული ენის მორფოსინტაქსურ და პროსოდიულ მახასიათებელთა ურთიერთმმართველობის ანალიზს. ჩემი მიზანია შექმნა ინტონაციის მოდელი, რომელიც ინტეგრირდება ხელოვნური ინტელექტის ძრავებში და მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის ტექსტის მეტყველებად გარდამქმნელ პროგრამას. სრული აღწერა ქართული ინტონაციური სტრუქტურების არ აქვს. ის თემა, რომელზედაც ის მუშაობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ ის ეტაპი, როდესაც შევქმნით დიდ მონაცემთა ბაზა, გავიარეთ ის ეტაპიც, როდესაც ჩვენ ანოტირებული კორპუსები შევქმნით და დღეს რაც აკლია ქართულ ენას იმისათვის, რომ სრულფასოვნად მოახდინოს ფუნქციონირება და ჩვენ ის გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტისათვის დასატრენინგებლად, ახალი ცოდნის შესაძენად, ამას აკლია ერთი მხრივ სენტიმენტ ანალიზი და მეორე მხრივ სწორედ სინტაქსური ანალიზა სინტაქსური სტრუქტურების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა. გარდა თეორიული ღირებულებისა, წმინდა პრაქტიკული ღირებულებაც აქვს ამ ტიპის შესწავლას. 21 საუკუნეა და ყველა ან ლაპარაკობს ხელოვნურ ინტელექტზე, ან იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ხელოვნურ ინტელექტს, როდესაც ვამბობ, ალბათ ადამიანების 95% ახსენდება ენის დიდი მოდელები, როგორც აი მაგალითად ChatGPT, Gemini ან სხვადასხვა ენის დიდი მოდელი არსებობს, რომლებიც უკვე კარგად წერენ, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, ქართულადაც. მათ შეუძლიათ მეტყველებაც ქართულად, მაგრამ ისეთი კარგი ხარისხის არ არის და ყველა მიხვდება, რომ ის ნამდვილად ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ხმა არის და არ არის ადამიანის ხმა და გარდა ამისა არც ისე გასაგებია მათი მეტყველება. გასაგები რა თვალსაზრისით? ბგერებს კარგად გამოთქვამს, მაგრამ ეს პროსოდიული მახასიათებლები ფაქტობრივად არ იცის და შესაბამისად ინფორმაციის გაგება ძნელდება. ანუ, სადაც პაუზა უნდა გააკეთოს, იქ არ აკეთებს, სადაც დაუშვათ დამავალი ინტონაცია საჭირო, იქ არ აკეთებს, სადაც კითხვითი ინტონაცია საჭირო, იქ არ აკეთებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ პრობლემას იწვევს ის, რომ ქართულში პუნქტუაციის ნიშნები მთლიანად მიყვება მორფოსინტაქსურ კონსტრუქციებს. ინგლისურში ეს პრობლემა არ დგას, იმიტომ რომ ინგლისურში პუნქტუაციის ნიშნები მიყვება ინფორმაციულ სტრუქტურებს. ეს ხელოვნური ინტელექტის ძრავი როგორ იწვრთნება? აქვს ტექსტი, აქვს შესაბამისი აუდიო და ამ შორის მიმართებას იმახსოვრებს. ქართულში რო ხედავს, რომ იქ მძიმე წერია, სადაც პაუზა არ არის, ან სადაც პაუზა იქ მძიმე არ წერია, ეს პრობლემას ქმნის. შესაბამისად საჭიროა, რომ პროსოდიული მახასიათებლების ზოგადად მარკირება მოხდეს და აი ასე მივცეთ ძრავებს საწვრთნელი მასალა და ეს გაცილებით უკეთეს შედეგს მოგცემს. ამისთვის საჭიროა, რომ ეს მოდელი შეიქმნას, იმიტომ რომ ხელით ასობით და ათასობით საათის აუდიო მასალის ანოტირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, რომ რაღაც ეს მიმართებები დავინახო, დავაჯგუფო და რაღაც მოდელის მოდელი შექმნა, რომელიც მე გადაკეთდება სკრიპტად და რატომაც თუ ინგლისურისთვის გამოვიდა, რომ სკრიპტები შეიქმნა, რომელიც ავტომატურ ანოტაციის საშუალებას იძლევა, რატომ არ შეიძლება რომ ქართულისთვის კონდეს ეს შესაძლებლობა. მე ვიყავი ზურას საბაკალავრო ნაშრომის რეცენზენტი და ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რამდენად სწორად ესმის ამოცანა, როგორ სტრუქტურირებულად შეუძლია დაინახოს პრობლემა და როგორ ძალიან სხარტად უცბად შექმნას მისი გადაჭრის გზები. ძალიან საინტერესო, იმდენად საინტერესო საბაკალავრო ნაშრომი ქონდა, რომ მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს არის ნაშრომი, რომელიც თავისუფლად შეიძლება სამაგისტრო ნაშრომად ჩაითვალოს. განსაკუთრებით კარგი ნაშრომი შექმნა მან, როდესაც სამაგისტრო დაიცვა. ქართული სიტყვათმახვილი ცოტა რთული საკითხია და სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ჯერ კიდევ. და ამ ნაშრომში ძალიან სინთეზურად გამოიყენა მან როგორც კვლევის აკუსტიკური, ისე აუდიომეტრიული მეთოდები. საუკეთესოთა შორის იყო მისი ნაშრომი აღიარებული. ჩემმა სამაგისტრო ნაშრომმა სიტყვათმახვილის თავისებურებანი ქართულში აჩვენა, რომ სიტყვის დონეზე ენის მორფოლოგიური თავისებურებები და ზესეგმენტური თავისებურებები ურთიერთდაკავშირებულნი არიან.
შესაბამისად, გახდა საჭიროება, რომ სიტყვის გარეთ გავსულიყავით უფრო დიდ ერთეულზე, გაგვეგრძელებინა იგივე კვლევა სინტაგმაზე, წინადადებაზე. იმისთვის, რომ ჩვენ აღვწეროთ, მარკირება გავაკეთოთ პროსოდიული მახასიათებლების, საჭიროა საერთაშორისო მარკირების ენების გამოყენება. ასეთი ყველაზე უფრო ცნობილი და გავრცელებული ენა არის ტობიქვია, რომელიც შეიქმნა ამერიკული ინგლისურისთვის, შემდეგ გააკეთეს ბრიტანული ინგლისურისთვის, პორტუგალიურისთვის, იაპონურისთვის, ბასკურისთვისაც კი არსებობს და ქართულისთვის ეს გასაკეთებელია. ჩემი სურვილი იქნება, რომ მალე დაიცვას, იმიტომ რომ ექსპერიმენტულმა ფონეტიკამ ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან იცის შეტყუება. 2012 წლიდან ყოველწლიურად ვატარებდით ზაფხულის სკოლას დიგიტალურ ჰუმანიტარიაში და 12 წელი გავიდა მას შემდეგ და ვფიქრობ, რომ ის თაობა, რომელიც დღეს აქტიურად არის ჩართული ქართული ენის ტექნოლოგიების შექმნაში, სწორედ ამ სკოლებში გაიზარდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში საერთოდ არანაირი კურსი არ იკითხებოდა არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში, რომლითაც სტუდენტებს საშუალება მიეცემოდათ გაცნობოდნენ დიგიტალური ჰუმანიტარიის გამოწვევებს, პრობლემებს, მეთოდებს და ასე შემდეგ. ზურა შედარებით გვიან შემოუერთდა ამ სკოლას 2019 წელს, როდესაც დაესწრო ერთ-ერთ საზაფხულო სკოლას ბათუმში, რომელიც ქართველოლოგიის სპეციალურ პრობლემებს ეძღვნებოდა. ძალიან სწრაფად განვითარდა, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს კადრები, რომლებიც 2012, 13, 14 წლიდან მოყვებიან და პერიოდულად ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მათ გარდა იმ სკოლებისა, კიდევ ამ პროგრამის გარეთ. ზურა გვიან შემოგვერთა, მაგრამ ძალიან სწრაფად აითვისა ყველა ის ტექნოლოგია, მეთოდები სწორად მიხვდა იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქართული ენის წინაშე დგას. ძალიან მიხარია ზურას ასეთი სწრაფი განვითარება, ვინაიდან ზურამ ჩვენს დიგიტალური ქართველოლოგიის ოჯახში შემოიტანა სრულიად ახალი მიმართულება და გაამრავალფეროვნა ჩვენი ინტერესების სფერო და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად შეძლებს თავისი მიზნის განხორციელებას, იმიტომ რომ ეს მისი პროფესიული ზრდის შესაძლებლობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ცხადია, ყველა საქმეს როცა იწყებ, მაშინ გაქვს წარმოდგენილი, რომ ძალიან მაგარი რაღაც უნდა გამოვიდეს მომავალში, მაგრამ ენა ისეთი სისტემა საბოლოო ჯამში რა გამოვა, არასდროს არ იცი და ეს კვლევის პროცესში გამოჩნდება ხოლმე კონტურები.